განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე რამდენიმე დღეა დევს ინფორმაცია, რომელიც პირველ კლასელთა რეგისტრაციის შესახებ გვამცნობს. მიმდინარე წელს შვილების სასურველ სკოლაში მიყვანის შესახებ განაცხადს მშობლები ინტერნეტით მხოლოდ და მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გააკეთებენ და ისინი ამას სახლიდან გაუსვლელად მოახერხებენ. როგორც ოფიციალური ინფორმაცია გვატყობინებს, ონლაინ რეგისტრაცია პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს და მას გამჭვირვალეს გახდის. რეგისტრაცია პირველ ეტაპზე 1 აპრილიდან 15 აპრილამდე იმ პირველკლასელებისათვის შეიძლება, რომელთა და-ძმა უკვე სწავლობენ მათთვის სასურველ სკოლაში ან მშობლები ახორციელებენ პედაგოგიურ საქმიანობას. სხვა დანარჩენი კატეგორიის მოზარდებისათვის კი საყოველთაო სარეგისტრაციო პროცესი მეორე ეტაპზე 15 აპრილიდან გამოცხადდება და მაისის თვემდე გაგრძელდება. მიმდინარე წელსაც ისევე როგორც ჩარშან მშობლებს შეუძლიათ სკოლაში 5 წლის მოზარდით შეიყვანონ. იცხოვრა და იაზრონე ჯანსაღად 21 საუკუნეში. წამახალისებელი კონკურსი საჯარო და კერძო სკოლების უფროს კლასელებისათვის. რესურს ცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივა კონკურსის ნაშრომში ჩანდეს, რამდენად იცნობენ ბავშვები სწორედ აი ამ თავიანთი საცხოვრებელი გარემოს ისტორიას, მის კულტურულ ძეგლებს, როგორ აქვს წარმოდგენილი მათ მისი განვითარების პერსპექტივა. სამივე კონკურსის ჯილდო საკმაოდ სოლიდურია. ყველაზე შედეგიანი მოსწავლე საჩუქრად პერსონალურ კომპიუტერს მიიღებს. ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი, მომავალი პროფესიული საქმიანობის შესწავლა, მასმედიაში მუშაობის უნარჩვევების ჩამოყალიბება, თავისუფალი დროის სწორი და არიან ჩვენს რეგიონში, ან შესაძლებელია სხვა რეგიონის მოხალისე პედაგოგებიც შემოგვიერთდნენ ამ კონკურსში ჟიურის შემადგენლობაში. კონკურსი მოსწავლეებს მიცემს საშუალებას, რომ არა მარტო ინგლისურ ენაში გაიღმავონ ცოდნა, არამედ შეიძინონ საპრეზენტაციო უნარჩვევები. კონკურსის მეორე მიმართულება საბუნებისმეტყველო საგნებს ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგიას მოიცავს, რომელიც თავის მხრივ ორეტაპიანია. ვისწავლოთ და დავიცვათ სამყარო. ამ დევიზის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ექნება წარმოაჩინონ დამოუკიდებელი აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი. სამივე საბუნებისმეტყველო დისციპლინიდან მაქსიმალური ქულების 80%-ის ფარგლებში. კონკურსის პირველი ტური 25 მარტისათვის იგეგმება. კონკურსის მესამე მიმართულება კი ჰუმანიტარული სფეროა დევიზით ის რაც ჩემია მშობლიური. ჩვენ აი ამ კონკურსში ვითვალისწინებთ და გვინდა რომ ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოადგინონ ნაშრომი თავიანთი სკოლის, თავიანთი სოფლის, ქალაქის შესახებ. კონკურსის ნაშრომში ჩანდეს, რამდენად იცნობენ ბავშვები სწორედ აი ამ თავიანთი საცხოვრებელი გარემოს ისტორიას, მის კულტურულ ძეგლებს, როგორ აქვს წარმოდგენილი მათ მისი განვითარების პერსპექტივა. სამივე კონკურსის ჯილდო საკმაოდ სოლიდურია. ყველაზე შედეგიანი მოსწავლე საჩუქრად პერსონალურ კომპიუტერს მიიღებს. ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი, მომავალი პროფესიული საქმიანობის შესწავლა, მასმედიაში მუშაობის უნარჩვევების ჩამოყალიბება, თავისუფალი დროის სწორი და მიზანმიმართული გამოყენება. თერჯოლის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით და ჩეხური ორგანიზაცია პინის დაფინანსებით თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში ნორჩ ტელერადიო ჟურნალისტთა კლუბი შეიქმნა. პროექტი ადამიანი გაჭირვებაში მუშაობს თერჯოლაში, ამ პროექტის ფარგლებში მუშაობა მიმდინარეობს 4 თვეა. პროექტის მთავარი მიზანი გახდათ ახალგაზრდების შესაძლებლობების და ინიციატივების და წამოწყებების ხელშეწყობა. პროექტი ხორციელდება ძირითადად ჩეხური ორგანიზაცია პინის დაფინანსებით და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით. ძალიან საინტერესო პროექტია და საერთოდ ჩვენი მუშაობა ადამიანი გაჭირვებასთან ასეთ ორგანიზაციას, ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მიმდინარეობს უკვე მე-4 წელია და ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა თერჯოლაში. ერთ-ერთი მათგანი არის პირველი ნაბიჯები უფლებებისაკენ, რომელიც ძირითადად მასმედიის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება და ვფიქრობთ თავის მისიას გაართვა ნორმალურად თავი.
პროექტში თერჯოლის მუნიციპალიტეტის 9 საჯარო სკოლის 22 მოსწავლეა ჩართული. ჟურნალისტთა კლუბმა საქართველოში არსებულ პრობლემათა შორის აქტუალობა საზღვარგარეთ მყოფი მშობლებისა და საქართველოში დარჩენილი შვილების ურთიერთობას მიანიჭა. ნორჩმა ჟურნალისტებმა მოაწყვეს მრგვალი მაგიდა. გამართეს დებატები, სადაც მოწვეული ჰყავდა თვითმმართველობის განათლების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, მშობლები და საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლები. მე გახლავართ პატარა ჟურნალისტი, რომელიც მონაწილეობას ვღებულობ პროექტში პირველი ნაბიჯი უფლებებისაკენ. თემით მე მაქვს ოჯახი, მაგრამ მენატრები დედა. ჩემი გადმოსახედიდან ყოველთვის ტრაგიკულად აღვიქვამდი იმ ფაქტს, რომ არსებობენ ბავშვები, რომლებსაც უწევთ დედის გარეშე ცხოვრება, რაც საკმაოდ ტკივილიანია თითოეული მათგანისთვის. მაგრამ იმ წუთიდან, როცა მე გაცილების დაუახლოვდი ამ ბავშვებს, შევძელი გამეგო მათი ემოციები, გრძნობები თუ რას ნიშნავს მათთვის ცხოვრობდნენ და იზრდებოდნენ უდედოდ. თუ რამდენად ტკივილიანია ის უდედოდ გატარებული თითოეული წამი. ამის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა ჩემი, ასე ვთქვათ, მათდამი თანაგრძნობა და მე თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებას, ვუსურვებ, რომ უახლოეს მომავალში შეეძლოს თავიანთ დედებთან ერთად ტკბილად და ბედნიერად განაგრძონ თავიანთი ცხოვრება. ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებზე ისევ აგრძელებს მუშაობას. უკვე მომზადებული პროექტის ხილვის შესაძლებლობა კი მაყურებელს არგოს ეთერში კვირას 19 საათზე შეეძლება.